გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ძალიან მოხარული, ძალიან ბედნიერი ვარ, იმითი, რომ დღეს ამდენი ადამიანი გვესტუმრა, არა მხოლოდ ბათუმიდან, არამედ პრაქტიკულად ყველა იმ სოფლიდან, მუნიციპალიტეტიდან, მეზობელი ქალაქებიდან, რომლებსაც საქართველოს გულისთვის კამპანიის ფარგლებში ვესტუმრეთ, გავიცანით, ხელი ჩამოვართვით, ასე რომ ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნახვა აქ, სადაც ჩვენ ახალ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ კოკოტაურში, როდესაც იქაური მაცხოვრებელი გვიჩვენებდა დამეწყრილ ადგილებს, ძალიან ასეთ საუბარს შევესწარით. ერთი მეზობელი ამბობდა, რომ აიო, რამდენი ხანი ვცდილობ, რომ ეს გაიწმინდოსო და აღარ იყოსო სახიფათო აი ამ ადგილის გარშემო ცხოვრება, ვცდილობ რომ მთავრობამ რაღაც გააკეთოსო და მეორე მეგობარმა უთხრა, რომ ნეტაი შენო ჯერ კი იმედი რო გაქვს, რომ სამართალს იპოვე, ამ ქვეყანაში ხომ იცი რომ სამართალს ვერ იპოვნია. და ეს არის ძალიან ტრაგიკული რამ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც იცის რომ მართალია, ადამიანი რომელიც ეძებს სიმართლეს და ასევე თითქმის ყველა მიცის რომ სამართლიანობას ის ვერ მიაღწევს. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ დავიწყეთ ჩვენ თავისუფლების მოედანმა კამპანიას საქართველოს გულისთვის, რათა მივიდეთ ყველგან, სადაც ეს ფიზიკურად შესაძლებელია, შემოვიაროთ მთელი საქართველო, ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მოვისმინოთ ის გულწრფელი სიტყვა, რასაც მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ვისმენთ და ვთქვათ, რომ ერთად გავაგრძელეთ ბრძოლას უკეთესი და ღირსეული საქართველოს გულისთვის. მარტში ვიყავით იმერეთში, ახლა ვართ აქ, რამდენიმე კვირაში ვიქნებით კახეთში და ასე მოვივლით მთელ ქვეყანას იმისთვის, რომ ყველგან გავაჩინოთ იმედი იმისა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს და შეუძლია გქონდეს უკეთესი და ღირსეული ცხოვრება. ქართულმა ოცნებამ ააგო ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც ადამიანების ჩაგვრისა და დამორჩილებისკენ არის მიმართული. მათ ურჩევნიათ, რომ ქალაქის თუ სოფლის მაცხოვრებელი იყოს არა ძლიერი მეწარმე, ძლიერი ფერმერი, ძლიერი გლეხი, ძლიერი მოქალაქე, არამედ იყოს მცირე საბიუჯეტო დაფინანსებაზე ჩამოკიდებული. და ყოველთვის ეშინოდეს აი ამ მწირი ხელფასისა თუ შემწეობის დაკარგვა. ეს არის უგულო პოლიტიკა, რომელიც შეგენებულად არის აწყობილი იმისათვის, რომ ადამიანები იყოლიოს მორჩილებაში. მაგრამ ჩვენ მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ვნახეთ უამრავი გაბედული, ბრძენი ადამიანი, რომელიც გვიზიარებდა თავის სიტყვას, თავის სიმართლეს და თავის იმედს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებლად მოხდება. მაგრამ ამასთანავე ჩვენ ვნახეთ ბევრი ისეთი რამ, რაც შეიძლება ითქვას, რომ საერთო არის საქართველოს სხვა მხარეებისთვისაც. ჩვენ ვნახეთ უსამართლობა, სოციალური უსამართლობა. ვნახეთ ადამიანები, რომელსაც თითქმის ყველას, ვისაც შევხვდით, აქვს კრედიტი აღებული, რომელსაც ვერ ისტუმრებს და განსაკუთრებით მძიმე გადასახდელია ასეთი კრედიტები შედარებით უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიტაცება, კორუფცია. გვითხრეს სკოლაზე, სადაც იმაზე სამჯერ მეტი ადამიანია გაფორმებული, ვიდრე მოსწავლე სწავლობს. და ეს არის არა სკოლა, არამედ ხმების ქარხანა, რომელიც მუშაობს ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე. ჩვენ ვნახეთ იდენტობის დაკარგვა და წართმევა. როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იძულებულები არიან, რომ წამოვიდნენ ულამაზესი, უმშვენიერესი მაღალმთიანი სოფლებიდან, ან დატოვონ ბათუმი უკეთესი მომავლის ძებნაში. ჩვენ ვხედავთ ბათუმს, სადაც ქალაქი კარგავს თავის ავთენტურობას, თავის მშვენიერებას, თავის სილამაზეს იმისათვის, რომ აშენდეს მახინჯი ბეტონის კორპუსები, რომელიც გაამდიდრებს ძირითადად ქართული ოცნების ელიტას. მითხარით, ეს არის სამართლიანი და ისეთი სახელმწიფო და ისეთი ცხოვრება, სადაც ჩვენ
ბედნიერად ვიცხოვრებდით. არ არის. და ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად. ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად. ჩვენთვის თავისუფლების მოედნისთვის ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც აჭარელი ან რომელიმე ქართველი იმსახურებს. წარმოიდგინეთ აჭარა, სადაც ზაფხულში სოფლები ივსება ახალგაზრდებით. ადამიანები მუშაობენ, გარჯოით არიან დაკავებული, ისმის სიმღერა, ადამიანები თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობენ. ეს არ არის ის მომავალი, რომელიც შეუძლებელი. უბრალოდ ქართული ოცნება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სიღარიბე, განუკითხაობა, კორუფცია, ემიგრაცია არის ჩვენი ბედისწერა და არ არის ეს ჩვენი ბედისწერა. წარმოიდგინეთ სოფლები, რომლებიც კარგი ტრანსპორტის, ხელმისაწვდომი, იაფი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით ერთმანეთს უკავშირდებიან. უკავშირდებიან ბათუმს, ბათუმი უკავშირდება სხვა ქალაქებს კომფორტულად და სწრაფად. წარმოიდგინეთ სოფლები, სადაც განვითარებულია ეკოტურიზმი, ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ხარისხიანი ჯანდაცვა. ადამიანებს არ ეთიშებათ დენი, არ ეშინიათ ზამთარში დარჩენის. აქვთ მოსავალი, არსებობს სამხარეო მრეწველობა, მეურნეობები, სადაც არსებობს სოფლის მეურნეობის წარმატებული პოლიტიკა. წარმოიდგინეთ ბათუმი, სადაც ადამიანებს არ ატყუებენ იმითი, რომ თუ მათ სურთ საკუთარი სამართლიანი სურვილი და უფლება იცხოვრონ უკეთეს ბინებში, ამას უნდა შეეწიროს ბათუმის იდენტობა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა. სადაც ბათუმი ვითარდება და ეს არის ქალაქი, საიდანაც კი არ მიდიან, არამედ ჩამოდიან საცხოვრებლად. უხარია და არ იცლება ისიც ემიგრაციისგან და მათ ადგილს არ იკავებენ სხვა ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი. და მე მჯერა, რომ ასეთი მომავლის შექმნა არის შესაძლებელი. მე მჯერა ამის, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად აგვყავს მზია, აგვყავს ზვიადი, აგვყავს ბევრი ღირსეული ადამიანები. ამიტომ მინდა მზია ამაღლობელს, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლება მათ მეგობრებო. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. რამდენიმე დღის წინ შევხვდი ბატონ ბურატ თავართქილაძეს, რომელიც არის ცნობილი ჭიბონის გამკეთებელი. და ეს იყო სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი შეხვედრა, შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და ამ ადამიანმა ჩვენ გვიჩვენა ის საქართველო, რომელიც არასდროს არ მოკვდება. საქართველო, სადაც არსებობს სტუმართმასპინძლობა, საქართველო, სადაც არსებობს კეთილგანწყობა, სადაც ერთმანეთი გვიყვარს, სადაც ვხედავთ ერთმანეთთან სავალ გზებსა და ხიდებს და არა კედლებს, რომლებიც ყოფს. და სადაც ყველას გვიხარია სტუმრის მიღება. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი საღამო, ისევ როგორც დღე, ისევ როგორც ყველა ის შეხვედრა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში თუ აქ ქალაქებში გავმართეთ, ჩვენ თითქმის 15 სოფელში ვიყავით, მოვიარეთ ყველა მუნიციპალიტეტი 20-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ და ეს მაძლევს მე იმის იმედს, რომ ვიცოდე, რომ სამართლიანობა და ღირსება ამ ქვეყანაში გაიმარჯვებს. ჩვენთვის სამართლიანობა არის არა მხოლოდ ზოგადი დაწერილი კანონები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ყოველდღიურობა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანი საქართველოსთვის, სამართლიანი კონსტიტუციისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, მაგრამ ასევე სამართლიანი ხელფასისთვის, სამართლიანი პენსიისთვის, სამართლიანი საპენსიო ასაკისთვის, სამართლიანი ჯანდაცვისთვის, სამართლიანი განათლებისთვის, სამართლიანი სოციალური დახმარებისთვის და ისეთი სახელმწიფოსთვის, სადაც ვერც ერთი ხელისუფალი ვეღარ გაბედავს, ხალხს უთხრას ის, რომ შენ ჩემი მომხრე არ ახარ და ამიტომ ნაკვეთს აღარ დაგირეგისტრირებ. აი ესეთი საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლო და ეს შეხვედრები მე მაძლევს ამის იმედს, რომ როდესაც მოვა დრო, როდესაც დაუბერავს აი ეს ძლიერი განწყობა, ქარი, ნიავი, რომელიც აჭარის მთიანეთშიც იგრძნობა და ყველგან სადაც ჩვენ მივდივართ, ჩვენ ვიქნებით ერთად და შევქმნით ისეთ საქართველოს, რომელსაც თქვენ ყველანი და ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ. დიდი მადლობა. გამარჯვება ჩვენ ქვეყანას.